ორი ძალიან მნიშვნელოვანი ხაფანგი სულიერების გზაზე, რომელიც არ არის თან ცხადი ხაფანგი. ანუ ისეთი არაბანალურები არის, რომელიც შეიძლება ადამიანმა ვერ შეამჩნიოს და შეიძლება საერთოდ არ იცოდეს, რომ ეს არის ხაფანგი. აბა, როგორი სათაური ავარჩიე, ხო? ძალიან საინტერესო ამბავია. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ხაფანგი არსებობს სულიერების გზაზე და სხვადასხვა ეპიზოდებში მაქვს გარკვეული მათგანი განხილული და ჩაშლილი, ზოგი პოსტების საშუალებით და ასე შემდეგ. თუ სრული გექნებათ, რომ კიდე ეს თემა განვარცხო, სხვა რაღაცებზეც, სხვა ხაფანგებზეც ჩავწერ, უბრალოდ ახლა მინდოდა კონკრეტულად ამ ორზე მესაუბრე, იმიტომ რომ ეს ორი ხაფანგი არის ისეთი, რომელიც აი ფარული არის რა, რო აი თან რო ვერ ხვდები, რომ საერთოდ ხაფანგში ხარ და თან რო ვერ გამოდიხარ და ესე ხილული ხაფანგი არ არის და ამ რაღაცაზეც ესე ფართოდ არ საუბრობენ და ძირითადად რთულია ამის აღმოჩენა და განსაზღვრა საკუთარ თავში. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ზუსტად ეს ორი მომექცია მოკლედ ამ ეპიზოდში. პირველი ხაფანგი არის ის, რომ როდესაც ადამიანები დაობენ, რომლის სულიერი გზა უფრო სწორია. და ნუ აი ვთქვათ, ამ მასწავლებლის სწავლება უფრო სწორია, თუ იმ მასწავლების, თუ ეს იოგა ჯობია, თუ ის იოგა ჯობია, თუ ტაროლოგია ჯობია, თუ ასტროლოგია ჯობია და მოკლედ როდესაც ადამიანები ერთმანეთის პირობითად ღმერთებს და სულიერ გზებს ატოლებენ ერთმანეთს, ხო? ანუ ეს არის ძალიან დიდი ხაფანგი. და რატო? იმიტომ არა, რომ აქ რაღაცა ეგოსთან გვაქვს საქმე და ადამიანს თუ უჩნდება პრეტენზია, რომ ვინმეს რამე დაატოლოს, ესე იგი ეს ეგოდან მოდის. ამიტომ არა. იმიტომ რომ ზოგადად ნებისმიერი ცოდნა სამყაროში არის ჭეშმარიტი და უნდა გვესმოდეს ის, რომ ის გამოცდილება, რომელსაც ჩვენ გავდივართ, ხო, მაგალითად მე თუ ავირჩიე, რომ ვიყო ვედი ასტროლოგი და ზოგადად ვედური ცოდნის გამტარი, ესე იგი ჩემს ავატარს და ჩემს სულს უფრო სწორედ ამ მატერიალურ სამყაროში უნდა და ასეთ ავატარში ცხოვრება, რომელიც კონკრეტულად ამ ცოდნის გამტარი იქნებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ცოდნა უფრო სწორია, ან უფრო არასწორია, ვიდრე რომელიმე სხვა. ნუ მიხვეცა, რომ ამის ფაქტები არის, რომ ზოგადად ვედები ყველაზე უძველეს ცოდნაა და შემდეგ აქედან მოდის ყველანაირი ცოდნა, მაგრამ ნუ ამაზე არ მაქვს ახლა საუბარი. ანუ ზოგადად ნებისმიერ რამე ავიღოთ რა. ანუ იგივე ფენშუი არანაკლებ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი რაღაცა კუთხით, ვიდრე თუნდაც ვედური ასტროლოგია, ხო? და რადგან ვედები შეიძლება არის უპირველესი წყარო ცოდნის, არ ნიშნავს, რომ ჩინეთში რამე უფრო პროდუქტიულს ან უკეთესს ვერ მოიგონებდა ადამიანი. ან თუნდაც რამდენი არის ისეთი გურუები, რომლებმაც თუნდაც ვედურ წყაროზე დაყრდნობით რაღაცა თავისი მიმდინარეობები და ძალიან კარგი პრაქტიკები განავითარეს, ხო? და ზოგადად ანუ ადამიანები, რომლებიც სულიერ გზაზე დგანან და ვითარდებიან სულიერად, ხო? ძალიან ხშირად იქნება ეგეთი რაღაცა ილუზია, რომ ეს ადამიანები ვიღაცაზე უფრო მაღლა დგანან, ანუ იმ ადამიანებს ვინც არ ვითარდებიან თქვათ და ამ მატერიალურ სამყაროში ძალიან კარგად არიან მორგებულები და ცხოვრობენ. მაგრამ ასე არ არის, ანუ ისე რომ შევხედოთ, რომ ეს მატერიალური სამყარო, ანუ ლილა არის უბრალოდ თამაში და როგორც ვიდეო თამაშიც ვთამაშობთ, ჩვენ ვირჩევთ ავატარს, იმ ავატარს თავისი მონაცემები აქვს, ხო? ვიღაცას ძალა მეტი აქვს, ვიღაცას ჭკუა მეტი აქვს, ვიღაცას ტანსაცმელი აქვს უკეთესი, ვიღაცას კუნთები აქვს უფრო დიდი, ხო? ყველა ანუ პერსონაჟი არის წინასწარ შექმნილი, ანუ ჩვენი ავატარი და სწორედ ჩვენი ავატარების კონფიგურაციას განსაზღვრავს ჩვენი ასტროლოგია, ანუ ესე რომ დაგანახოთ, ხო? ჩვენ თამაში როცა შევდივართ ჩვენი ავატარის ინფო რო ვნახოთ, ზუსტად ეგეთი რაღაცაა, როცა ნახულობს ადამიანი და აკეთებს თავის ასტროლოგიურ რუკას, სწორედ ეგ არის ინფო. რა მონაცემებით გააჩნია ავატარს და ზოგადად ამ ავატარში ჩამოსვლის მიზეზი რა არის და ნუ მოკლედ ასე შემდეგ. ხო და როდესაც ადამიანები მოვდივართ მატერიალურ სამყაროში და ვიწყებთ თამაშებს, ხო? ანუ იგივე სულიერებაში მყოფი ადამიანის ავატარიც არის თამაში. ანუ სულიერებაში, როდესაც არის ადამიანი, ეს არ ნიშნავს, რომ ის ვიღაცაზე მაღლა არის, ან ვიღაცაზე უფრო სწორ გზაზე არის. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მან ესეთი ავატარი აირჩია და ესეთი როლი აირჩია და თუნდაც აი ნებისმიერ რაღაცა ისეთ ეპოსს თუ გადავავლებთ თვალს, სადაც აი რაღაცა კაცობრიობის ისტორიები ვითარდება, ყველგან არის მეომარიც არის, დიასახლისიც არის, ბრძენიც არის, ფილოსოფოსიც არის, რა ვიცი, წინასწარმეტყველიც არის, მეფეც არის და ბევრი პერსონაჟი არის. და ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირობითად წინასწარმეტყველი, ვთქვათ, რომელიც სხვა სამყაროებს ხედავს ან რაღაცის გამტარია, რომ მეფეზე უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ მთავარსარდალზე, ან ის ადამიანი, რომელიც ფრონტზე იბრძვის და ძალიან მაგარი მეომარია, რომ მეფეზე უფრო კაი პერსონაჟია, ან უფრო ძლიერი. ანუ ასე არ არის. ანუ ყველა პერსონაჟს აქვს თავისი კონფიგურაცია, ხო, როგორც როდესაც ვიწყებთ თამაშს. შესაბამისად
როდესაც სულიერი ცხოვრებით ვინც ეწევა და ვითარდება, ესეც არის პერსონაჟის კონფიგურაცია, რომელშიც ჩვენ მოვდივართ, რომ ვითამაშოთ. ამიტომ სულიერი განვითარება არ არის ის, რომ ჩვენ ვიღაცაზე მაღლა ვართ, უბრალოდ ესეთი თამაში გვაქვს არჩეული. შესაბამისად, ახლა, როდესაც სულიერი განვითარებაში არის ადამიანი, ანუ ესეთი კონფიგურაციის პერსონაჟი ყავს არჩეული, რომელთაც ის თამაშობს და ოპერირებს, რა თქმა უნდა, სულიერი განვითარებაში არის ბევრი სხვადასხვა მიმართულება, ხო? მაგრამ ეს მიმართულებები ერთმანეთს არ გამორიცხავს. ანუ ნებისმიერი დარგი და ნებისმიერი სფერო, რომელიც დედამიწაზე არსებობს, არის ჭეშმარიტი. და ის თუ ჩვენ რომელს ავირჩევთ და რომლის გამტარები ვიქნებით, ეს მხოლოდ ჩვენი ავატარის კონფიგურაციიდან გამომდინარეობს. ანუ რასთან უფრო რეზონანსულები ვართ, ხო? იმიტომ რომ დედამიწაზე ყველანაირი რაღაცის გამტარი ადამიანი უნდა არსებობდეს, ხო? და რაღაცა ასტროლოგიისაც, იმისაც, ამისაც, ხო? უნდა იყოს მრავალფეროვნება, იმიტომ რომ სულის მიზანიც ესაა, რომ მრავალფეროვანი გამოცდილება მიიღოს. ამიტომ, როდესაც ადამიანი რაღაც სულიერების გზაზე მიდის და მე რეიწყებს აი ამას, რომ იცი რა, აი ჩემი იოგაში აქ 12 კანონია და შენს იოგაში 5 კანონია და ჩემი უფრო ძლიერია და შენი უფრო სუსტია და ამ პრაქტიკით მე ერთ კვირაში გავსხივოსტები და შენ მაგ პრაქტიკით თქვა 10 წელიწადში, ანუ ესეთი რაღაცების დატოვება არის ძალიან დაბალი ცნობიერების მაჩვენებელი იდეაში და საერთოდ არ არის სულიერი განვითარების მაჩვენებელი. იმიტომ რომ ცოდნაც არის ძალიან ილუზორული. ანუ ილუზორული იმ გაგებით, რომ მატერიალურ სამყაროში რაც არსებობს, ხო, მათ შორის ცოდნაც არის თამაშის ნაწილი, ხო? ანუ წარმოიდგინეთ, რომ აი თამაში არის რა, ვიღაცას აქვს მეომარის პერსონაჟი, ვიღაცას ბრძენის და ამ ბრძენის უნარებში კონფიგურაციაში არის, რომ ცოდნა უნდა ქონდეს, ხო? იმიტომ რომ მაშინ აბა ბრძენი როგორ იქნება. და ესე არის სულიერი ადამიანისთვისაც ის სულიერი ცოდნა, რომელიც მას ეძლევა უბრალოდ ამ ცოდნაზე წვდომის საშუალება ეძლევა, ხო? და ეს არ ნიშნავს, რომ ერთ მაგალითად სამეფოს კარზე ბრძენს, რომ ერთი კონკრეტული რაღაც მიმართულებით ცოდნა აქვს და მეორე სამეფო კარზე სხვას კიდე სხვა სულიერი ცოდნა აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ წინაღობაში არის ერთმანეთთან, იმიტომ რომ ესე იგი ამ სამეფოს ზუსტად ამ ცოდნის გამტარობით უნდოდა ამ სამეფო კარზე არსებულ პერსონაჟებს ამ გამოცდილების გავლა და მეორე სამეფო კარზე სხვა ცოდნი და გამომდინარე უნდათ ადამიანებს გამოცდილებების გავლა. მაგრამ შეიძლება ესე ხდება ხოლმე, რომ ეს ძალიან გვხვდება ჩვენ ეგოზე და რაღაცა სწავლებაში რო ვართ, ეს არასულიერ ადამიანებსაც ეხებათ რაღაცა, მაგალითად მე რო გრაფიკული დიზაინერი ვიყო, შეიძლება ვიღაც ვიდეოგრაფს ვეკამათო, იმიტომ რომ ეცი რა გრაფიკულ დიზაინში აი ფერთა გამა რაღაც კანონები ესე არის და შენთან რო არის ეს არასწორია და ის მეორე შეიძლება იძახდეს რომ არა კაცო, ჩემთან ესია რა. ხო და სულიერებაშიც ასეა ხოლმე, რომ ძალიან ხშირად ადამიანები ატოლებენ ხოლმე ერთმანეთის სწავლებებს, ერთმანეთის ღმერთებს, ერთმანეთის რა ვიცი გურუებს და ასე შემდეგ. რაც არის ძალიან ესეთი რა, ანუ ტყუილად ენერგიას ხარჯავენ ადამიანები ამაში, იმიტომ რომ თუნდაც რა ვიღოთ ხო? მე რისიც მწამს დღეს და რასაც ვასწავლი და რისი გამტარიც ვარ, ეს არის უბრალოდ ჩემი არჩევანი. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის უზენაესი და მხოლოდ ჭეშმარიტი და მხოლოდ ერთადერთი. მიხვდეთ იმ ცხოვრების რაღაც ეტაპზე მასე მეგონა, რომ ეგრე იყო, იმიტომ რომ ამისი, ну, რაღაცა ფაქტები არსებობს ისტორიული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ეს არ უყურებ, ახლა მგონია, რომ ნებისმიერი ცოდნა, რომელიც ადამიანს ეხმარება განვითარებაში, როგორიც არ უნდა იყოს, ეს ცოდნა არის მისთვის რელევანტური და არავისთან არაფერში დასტოლებელი არ არის. შესაბამისად, სხვა ცოდნებში არის სხვადასხვა ინფორმაციები, მაგალითად ზოგი ცოდნა გვეუბნება, რომ იცი რა რეინკარნაცია არსებობს მაქსიმუმ 10, ვიღაცა გვეუბნება, რომ არსებობს 1000, ვედები გვეუბნებიან, რომ შეიძლება უსასრულოც იყოს, იმიტომ რომ მთელი აქ რაღაცა 4 ეპოსის და 4 იუგის ამბები იშლება და ეს იუგები კიდე იმდენი წლიანებია, რომ ნუ ძალიან ბევრი რეინკარნაციები ეტევა და მოკლედ აქ შეიძლება იყოს აცდენები, ხო? ვიღაცა გვეუბნება, რომ აი სულ რაღაც მე-9 ცხოვრება გაქვს, ვიღაცა გვეუბნება, რომ მე-100 გაქვს, ვიღაცა გვეუბნება, რომ მე-1000 გაქვს, ვიღაცა გვეუბნება, რომ პირველად იბადები და რომელია აქ ჭეშმარიტება და ადამიანი იმნევა ამ ცოდნაში. მაგრამ რეალურად ცოდნა არ არის მაინც და მაინც მოსაჭიდი. ანუ არ მინდა ეხა მე პირადად ძალიან დიდი მოყვარული ვარ, რომ ნებისმიერი ადამიანის რაღაც საქმიანობის უკან იდგეს ცოდნა, ჩემთვის ძალიან დასაფასებელია და არ მინდა რომ არასწორად იყოს გაგებული, მაგრამ რეალურად ცოდნა არის მხოლოდ რაღაცა ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია რომ
ადამიანის ცნობიერება დაბუსტოს და რაღაცა მდგომარეობაში აიყვანოს იმისთვის, რომ მერე მთლიანობაში შეიმეცნოს ადამიანმა სამყარო, ხო? თორე თვითონ ესეთი ცალკე აღებული ცოდნა რეალურად არაფრის მომცემი არ არის, თუ ამ ცოდნიდან გამომდინარე ადამიანმა არ გააფართოვა თავისი ცნობიერება. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ხედან და ერთმანეთს ეკამათებიან, რომ იცი რა, ჩემი ცოდნა უფრო სწორია, იმიტომ რომ აქ აინახე, ესე უფრო ლოგიკურად არის დალაგებული. და მეორე ადამიანები არა კაცო, ჩემი ცოდნა უფრო სწორია, იმიტომ რომ აქ ესე და ესე და ესე არის დალაგებული და იმის ლოგიკისთვის ის უფრო სწორია რა. აი ეს მსჯელობა არის არასწორი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ ცოდნებში რაღაცა განსხვავებები იყოს და ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები ეწეროს, ხო? ის ადამიანი, რომელსაც ერთი სჯერა იმას ეს ავატარი და ეს ცხოვრების ისტორია აქვს არჩეული, რომ ამ ცოდნის გამტარი იყოს და ამ ცოდნიდან გამომდინარე გააფართოვოს თავის ცნობიერება და მეორე ადამიანს თავის გზა აქვს, ხო? ანუ რაღაცა საპირისპირო. ანუ ზოგადად ცოტათი განსხვავებული. ამიტომ ასევე ძალიან ხშირად იქნება ეს ილუზია, რომ რაღაცა ცოდნები ერთმანეთს უნდა დავაკავშიროთ და უნდა გავაერთიანოთ. მაგალითად, რაც ვედი ასტროლოგიურად ძალიან ხშირად ჩამდის ხოლმე ესეთი წინადადება სხვადასხვა ადამიანების მიმართ, რომ აი მოდი იცი რა, რაღაცა შენი ვედური ასტროლოგიიდან რაღაცები გამიზიარე, მე დასავლური ასტროლოგიიდან გაგიზიარებ და რაღაცები დავუმეჩოთ და გავაერთიანოთ. მაგრამ ამას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მე ჩემ კვადრატში მინდა მოძრაობა, რომელიც არის ვედური ასტროლოგია. ეს მიმართულება მიყვარს. მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ეს არის ერთ-ერთი ჭეშმარიტი მექანიზმი დედამიწაზე და მხოლოდ ეს არის სწორი, მაგრამ მე მომწონს ეს მექანიზმი, ჩემთან ეს სინქრონირებს, მე ამის გამტარად ვარ დაბადებული, ნუ ერთ-ერთი ამ სფეროს გამტარად. ჩემთვის ეს აბსოლუტურად საკმარისი რაღაცა მოძრაობის არეალი არის და არ არის საჭირო რაღაცებში ავურიოთ, ხო? იმიტომ რომ ეს ვედური ასტროლოგია თავის თავში სრულქმნილი რაღაცა ამბავი არის და ნუ დასავლური ასტროლოგია მე არ ვიცი, მაგრამ ვარაუდობ, რომ ისიც თავის თავში სრულქმნილი მექანიზმი არის. ამიტომ რაღაცების ესე დამეჩვა და ან კამათი რომ მოდი ახლა ამოვიღოთ აქედან რაღაცები რაც არ მოგწონს და ჩავსვათ ახლა სხვა რაღაცა სისტემიდან რაღაცები. ანუ ეს რაღაცები რეალურად არაფერს არ გვაძლევს, გარდა იმისა, რომ ადამიანები მენტალურ ენერგიას ხარჯავენ ამაზე და არიან იმის მტკიცებაში, რა უფრო სწორია და როგორ უფრო სწორი იქნებოდა რაღაცები, მაგრამ თავარი გვაუწყდება ის, რომ ადამიანები დედამიწაზე მოვიდართ გამოცდილებისთვის და ის სფერო ხო, რაც არ უნდა იყოს, ეგ იქნება ასტროლოგია თუ ფსიქოლოგია თუ ბუღალტერია თუ რასაც ურჩევთ, არ აქვს მნიშვნელობა რა. ეს არის უბრალოდ საშუალება და ეს არის უბრალოდ ის დეკორაცია, თუ როგორი გამოცდილების მიღებაც გვინდოდა დედამიწაზე. და ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვათ ვიღაცა რო ბუღალტერია და ვიღაცა რო ასტროლოგია, ვინმეზე უკეთეს ცოდნა აქვს, ან უკეთეს ცხოვრება აქვს პირობითად, ხო? და აქედან გამომდინარე, აი ეს დატოლება ცოდნების, რომ ჩემი გურუ თუ შენი გურუ თუ ის ჯობია თუ ეს ჯობია და ეს უფრო მაღალუბრეცული და ის უფრო დაბალუბრეცულია, ეს არ მუშაობს, ხო? თუნდაც მოდი ავიღოთ მაგალითად კვების მაგალითზე, ხო? ყველამ ვიცით, რომ მაგალითად ხილი ბოსტნეული და რაღაცა ჯანსაღი კვება კარგია, მაგრამ ადამიანს, რომელსაც აქვს კონკრეტული ტიპის გულშემატკივრის დაავადებები ან რაღაცა ლაქტოზის აუტანლობა, ან რაღაცა სხვადასხვა ეგეთი თავისი პირადი კონფიგურაცია სხეულის, ხო, ანუ ავატარის. მისთვის შეიძლება საერთოდ არ იყოს კარგი ბევრი ბოსტნეული, ან ბევრი ხილი, ან ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ ყველა ადამიანს თავისი პირადი კონფიგურაცია აქვს და აი ამაში დროის ხარჯვა, რომ ვისი ცოდნა ჯობია და ზოგადად ამაში მენტალური ენერგიის დახარჯვა, რომ ეხლა მე ასე ცხოვრება მაქვს თუ პირველი მაქვს თუ მეხუთე მაქვს, აი ეს ცოდნა ხო არაფერს არ გვაძლევს, ხო? ანუ რეალურად აი ეს რიცხვი თუ ციფრი რომ დასახელდეს, აი თვითონ ღმერთი რომ ჩამოვიდეს და გითხრას, რომ აი შენ გაქვს ეხლა მეხუთე ცხოვრება, აი რას გაძლევს ეხლა ეს, აი თითოეულ ინდივიდს რას მისცემს ეს ინფორმაცია? არაფერს, უბრალოდ მონაცემია, როგორც მე მქვია კატო და ვიღაცა ამბობს, რომ მე მქვია, რა ვიცი, გიორგი და ეს არის ჩემი მეხუთე ინკარნაცია. პირობითად, აი ამის გარდა რას გვაძლევს აი ეს ციფრის დასახელება? ეხლა ეს ერთ-ერთი მაგალითად მომყავს, იმიტომ რომ ცხადი მაგალითია უფრო ადვილად შემიძლია ამაზე საუბარი და ახსნა რას გულისხმობ, მაგრამ ყველაფერში ესე არის რა, რომ რაღაცა კონკრეტულ პასუხებს ვისძებნა აი ამ ცოდნებში და რკვევა, რომ აბა იმ ცოდნაში ასეა და ამ ცოდნაში ისეა და აი ეს რაღაცები არის ძალიან დიდი ხაფანგი, იმიტომ რომ რეალურად სწორი მონაცემის გაგება კი არ არის მნიშვნელოვანი, სწორი გამოცდილების მიღება არის მნიშვნელოვანი და გამოცდილების მიღება შეიძლება ყველაფრიდან. ანუ მაგალითად თუ
მე უნდა მივიღო უპირობო სიყვარულის გამოცდილება, ხო? შეიძლება ვინმე ძალიან მნიშვნელოვანი გარდაიცვალოს ჩემს ცხოვრებაში და ეგრე მიყვარდეს ის უპირობოდ, მიუხედავად რომ გარდაცვლილი იქნება. შეიძლება მაგალითად მეთხოვარი დავინახო ქუჩაში და უცებ ესე იმის სიბრალულში შევიდე და თანაგრძნობაში და ესე გამიხსნას მე უპირობო სიყვარული. შეიძლება ბუნებაში გავიდე და რაღაცა მთებიდან რომ გადმოვიხედო, ისეთი სილამაზე დავინახო, რომ მანდ გამიხსნას უპირობო სიყვარული და 1000 სხვა მაგალითი. ანუ აქ ის იმდებულების თქმა რომ იცი რა მხოლოდ მშობლის ან ვინმე ახლობლის გარდაცვალებით შეიმეცნება უპირობო სიყვარული ან შვილის გაჩენით ან ბუნებაში სიარულით და ბუნების სიყვარულით ან ცხოველის სიყვარულით ანუ ეს ცალსაღად არ არის. ანუ გამოცდილება არის კონკრეტული რაღაცა გამოცდილება და ამ გამოცდილებას ყველა გავდივართ ერთი და იგივე გამოცდილებებს ძირითადად და ყველას გვაქვს ერთი და იგივე რაღაცა შესამეცნებელი, მაგრამ ამისი ფორმები არის სხვადასხვა. და ამ ფორმების ერთმანეთთან დაჯახება და შეჯიბრი და გარჩევა რა უფრო სწორია და რა უფრო არასწორია, ანუ ეს არის უბრალოდ მენტალური ხაფანგი და მენტალური თამაშები, რომელიც კი ახლა თუ მენტალური თამაშები მოგწონთ ზოგადად და სუდოკუს კეთება, მაშინ ასეთი მენტალური რაღაცა საუბრები შეიძლება გაწყობდეთ და მოგწონდეთ და ერთობოდეთ ამ ყველაფერში. მაგრამ განვითარების რაღაცა დონეზე, ანუ ეს ადამიანს ძირითადად აღარ აინტერესებს, იმიტომ რომ მან იცის, რომ ანუ ყველაფერი არის ერთიანი, ეს ცოდნაც სწორია და ის ცოდნაც სწორია სხვა ადამიანებისთვის და თვითონ რის გამტარიც არის და რაც სინქრონირებს, იმის გამტარი არის. და სხვა არავინ აღარ აინტერესებს რა, ანუ რაღაცა სხვა ცოდნა, ну ხო თუ დასინქრონდა სხვა რაღაცასაც ისწავლის ან წაიკითხავს, მაგრამ აი ეს შეჯიბრი და რომელში რა ათვლის წერტილია და ვიღაცა იძახის, რომ კარმა იწყება ამ წლიდან და ვიღაცა იძახის, რომ იმ წლიდან და აი ამ დეტალებში გარკვევა არაფერს არ გაძლევთ და სულიერი განვითარების გზაზე ეს არის ხაფანგი, იმიტომ რომ იჭედებით თეორიაში, იჭედებით სწავლებაში და იჭედებით აი ამ აქ ფიქრებში, რომ აუ ეხა ეს პირობითად კატო უფრო მართელია თუ ვიღაცა სხვა, რა ვიცი, გიორგი ხო? და ანუ აი ამაში ხართ და რეალურად გამოდის, რომ სანამ მენტალური მხარე ან თქვენი გონება მაგის გარკვევით არის დაკავებული, რომელი უფრო ჭეშმარიტი და სწორია, ამასობაში გადის დრო და რეალურად თქვენი სულიერი განვითარებისთვის არაფერს არ აკეთებთ. და აი ამ მენტალურ რაღაცა იმაში ხართ, რომ ახლა ეს უფრო სწორი იყო, ამარო თქვა თუ ის უფრო სწორი იყო. რეალურად თქვენთვის სწორი არის ის, რასთანაც გაქვთ სინქრონიზაცია, იმიტომ რომ სამყაროში არსებული ნებისმიერი ცოდნა და ნებისმიერი დებულება არის სწორი იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან ამათი გამტარი და ვინც რეზონირებენ. სამყაროში ყველა აგური უკვე არსებობს. ჩვენ ვერ მოვიგონებთ ახალ აგურებს, ანუ სამყაროში ან არსებული აგურებით ვაშენებთ რაღაცებს, ან მიღმიერი სამყაროდან მოგვაქვს რაღაცა აგურები, მაგრამ ეგ აგურებიც არის განსაზღვრული. ანუ სრულიად ახალ რაღაცას ჩვენ ვერ მოვიგონებთ, ხო? აი ხა მაგალითად მე რო გადავწყვიტო რომ რაღაცა ჩემი სისტემა შევქმნა, რომ აი მოდი ახლა მე მაგალითად მოვიგონებ, ვთქვათ, არ ვიცი, ქალების 12 ტიპის კლასიფიკაციას, ან 12 კაი ზოდიაქოს ნიშანია. აი 30 ტიპის კლასიფიკაციას მოვიგონებ, რომ სულ 30 ტიპის ქალი არსებობს და მე ამაზე დავაშენებ მთელ სწავლებას, რომ რომელი ქალები ვისთან როგორ ურთიერთქმედებენ, რომელი ქალები რომელ პროფესიებში არიან, მე როგორი მამაკაცები შეესაბამება და აი მთელი ფილოსოფია შემიძლია ამაზე უბრალოდ მოვიგონო და ეს იქნება აბსოლუტურად ჭეშმარიტი და აბსოლუტურად სწორი იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს იქნება სინქრონული და სამყაროსთვისაც იქნება ჭეშმარიტი, იმიტომ რომ მე ვერაფერს ჰაერიდან ვერ მოვიდან, უკვე არსებული აგურებით შევქმნი რაღაცას, რომელიც უკვე ამ სამყაროში უბრალოდ რაღაცა სხვანაირი კლასიფიკაციას მივცემ, ხო? რომელიც რაღაც ლოგიკაში იქნება ჩამჯდარი და რაც უფრო მეტი, ასე ვთქვათ, მიმდევარი და მეტი დაინტერესებული ადამიანი იქნება ამ თემით, მით უფრო ეგრეგორიც იქნება დიდი და შესაბამისად ეს ეგრეგორიც უფრო სწორად იმუშავებს, ხო? შესაბამისად, ანუ არ არსებობს სწორი და არასწორი ცოდნები, ან რაღაცა უფრო ბევრად დიდი და ბევრად პატარა, ანუ ყველა ადამიანს თავისი განვითარების ეტაპი აქვს და თავისი რაღაცა ეპიზოდები და დროები აქვს და არ არის აუცილებელი, რომ ჭეშმარიტება ეძებოთ, რომელი თეორია უფრო სწორია. თეორია, რომ ის თეორია, რომელიც გაიგეთ და რომელთანაც რეზონირებთ, ანუ მაგ თეორიით იცხოვროთ, ანუ ეს თეორია გარდაქმნათ გამოცდილებაში და შესაბამისად მერე ცხოვრების წესად დანერგოთ, ხო? აი მაგალითად, ხო, უპირობო სიყვარულის მდგომარეობა. უპირობო სიყვარულის მდგომარეობა ძალიან ბევრნაირად შეიძლება ადამიანმა აპრაქტიკოს. ანუ შეიძლება ეს იყოს უპირობო სიყვარულის მედიტაცია, შეიძლება იყოს ბაქტი იოგა, შეიძლება იყოს რაღაცა მორწმუნეობისა და რელიგიის გზა,
შეიძლება იყოს ცხოველების სიყვარულის გზა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ხო? ანუ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომელი სწავლება უფრო სწორია, ვისთანაც რა სინქრონირებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უპირობო სიყვარულის გამოცდილება ადამიანებმა უნდა მიიღონ. ვიღაცა ამას აკეთებს, ვთქვათ, ჩანტინგით, ანუ იგივე ბაქტი იოგით, ღმერთის სახელის მანტრის გამეორებით და ვიღაცა აკეთებს იმითი, რომ უბრალოდ რაღაცა მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარი აქვს და ვერც ერთი მეორეს ვერ ეტყვის, რომ ჩემი გზა უპირობო სიყვარულის სწავლის უფრო სწორია, ან ჩემი გზა უფრო სწორია. იმიტომ რომ ორივესთვის ის გზა არის სწორი, რომელიც მათ აირჩიეს. ამიტომ აი ეს უბრალოდ დაჯდომა და აი ამებზე საუბარი, რომ ეს უფრო სწორია თუ ის უფრო სწორია, ეს არის ხაფანგი. იმიტომ რომ სწორი არის ყველაფერი, ყველა ინდივიდისთვის ინდივიდუალურად და სხვადასხვა ცხოვრების ეტაპებზე შეიძლება სხვადასხვა რაღაცები იყოს სწორი. და ასევე ძალიან ყურადღებით იყავით ზუსტად ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ანუ რაღაცაში საქმიანობენ, პროფესიონალებად გვევლინებიან და ამასობაში გამუდმებით ვიღაცებს უმტკიცებენ, რომ ვთქვათ, არ უცხოცხო სოციალურ ქსელებში, რომ არა, ჩემი სწავლება უფრო რთული კი არა სწორია და შენ რაღაც არასწორ სწავლებაში ხარ, იმიტომ რომ ყველა სწავლება ნებისმიერი, რომელიც სამყაროში შეიძლება რომ დასახელდეს, არის სწორი კონკრეტული ადამიანებისთვის, კონკრეტულ დროის მონაკვეთში და კონკრეტული რაღაცა მიზნებისთვის. შესაბამისად, მენტალურად რაღაცა სწავლებების და ცოდნების დაჯახება და შედარება და რა უფრო სწორია და რომელი უფრო სწორია, ეს არის ხაფანგი სულიერების გზაზე, რომელიც დიდი ხანი დაგტოვებთ აი ამ გარკვევა-გამორკვევებში და რეალურად დარჩებით ისე, რომ წინ არაფერს არ გააკეთებთ რეალურად თქვენი განვითარებისთვის. მეორე ხაფანგი, რომელიც ასევე ისეთია, რომელიც შეიძლება გაეპაროს ადამიანს და ვერ შეამჩნიოს, ეს არის ადამიანების უმეცარი ადამიანების უპატივცემულობა. ეს არის ძალიან დიდი ხაფანგი და ამას მინდა რომ ისე გავშალო, რომ ჩემ ერთ საყვარელ პერსონაჟზე მოგიყვეთ მაჰაბჰარატადან. მაჰაბჰარატა ვინც იცით, გეცოდინებათ, მანდ არის პერსონაჟი ბიშმა, რომელიც ამ ეპოსის დასაწყისშივე ჩანს და გვევლინება და მოკლედ ძალიან საინტერესო პერსონაჟი არის და სწორედ ამ პერსონაჟს გადახდა თავს ეს ისტორია და ჩემთვის მაჰაბჰარატაში არ ვიცი მილიონი პერსონაჟი არსებობს იმხელა მაჰაბჰარატა, მაგრამ ყველაზე საყვარელი არის სწორედ ბიშმა, იმიტომ რომ ბიშმა სწავლობს ჩემთვის ყველაზე საინტერესო გაკვეთილს, იმიტომ რომ ყველა პერსონაჟი რაღაცა სწავლობს, ყველას რაღაცა აქვს დასამუშავებელი, ზოგს უმეცრება, ზოგს ისე, ზოგს ეს, მაგრამ ბიშმას აქვს ჩემთვის ძალიან საინტერესო გაკვეთილი დასამუშავებელი და ცოტა ისტორიას მოვყვები ბიშმას შესახებ, რომ უფრო გასაგები იყოს შემდეგ რას გულისხმობს ხვისი უმეცრების პატივისცემაში. ბიშმა არის პერსონაჟი, რომელიც მთელი მაჰაბჰარატას განმავლობაში არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მამაკაცი, რომელიც არის ყველაზე პატიოსანი, თავისი სიტყვის აბსოლუტურად 100%-ზე შემსრულებელი. აი ყველა თქვენთაგანს როგორც წარმოგიდგენიათ გმირი და ყველაზე მამაცი და ყველაზე ძლიერი მამაკაცი, სწორედ ეს ფიგურა არის ბიშმა. და ბიშმა მთელი თავისი ცხოვრება იბრძვის იმისთვის, რომ თავის სამეფოში ჯერ თავის ძმებისგან დააყენოს საპატიო მეფეები და შემდეგ ძმისშვილებისგან და ნუ ისე მოხდება, რომ რაღაცნაირად ცოტა დაბალი ცნობიერების სანათესაო ყავს მათ შორის თავის ძმები და ამ ძმის შვილები. და ისე მოხდება, რომ ის მამამის შეპირდება, რომ მთელი ცხოვრება დაუთმობს, ანუ ის არ დაოჯახდება და მთელი ცხოვრება დაუთმობს იმას, რომ მისი რომელიმე ძმისგან, ანუ მემკვიდრე ვინც იქნება, დააყენოს საპატიო მმართველი, საპატიო მეფე. თუმცა ისე მოხდება, რომ ამ ოჯახში რაღაცა ისეთი ხალხი იბადება, რომლებიც რაღაცა კუთხით გადახოვლები არიან დჰარმას და ნუ ერთი ლოთია, ერთი ბრმა არის და ნუ მოკლედ რა, ძალიან უჭირს, რომ ვინმესგან საერთოდ რაიმე პატიოსანი მეომარი დააყენოს და თვითონ ბიშმა აქვს ძალიან მაღალი მორალი. ანუ ყველაზე მაღალი მორალი აქვს ამ ეპოსში თუ ვინმე პერსონაჟი არსებობს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა პერსონაჟს ნუ რაღაცა თავის ხინჯები აქვს, თუმცა ბიშმა მთელი მაჰაბჰარატას ეპოსის განმავლობაში არის ნუ თითქმის ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც ბოლომდე თავისი სუფთა დჰარმით მოქმედებს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მეტგაცრუება აქვს და მოკლედ ვერანაირად ვერ გამოყავს რაღაცა სწორად რაღაცეები და მის ოჯახში ნელ-ნელა უმეცარი ადამიანები იბადებიან, იმიტომ რომ მაჰაბჰარატა ხდება დვაპარა იუგისა და კალი იუგის გასაყარზე, სადაც უკვე უნდა შემოვიდეს კალი იუგა და დაიწყოს ტოტალური დეგრადაცია და შესაბამისად უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იბადება
უკვე დეგრადირებული იმ რაღაცა დვაპარა იოგის თამასასთან შედარებით. აქედან გამომდინარე ეს პერსონაჟი მუდმივად იტანჯება, იმიტომ რომ არა მარტო მის ოჯახში, თუმცა მისი ოჯახის დეგრადაცია მისთვის ყველაზე მტკივნეულია, მაგრამ ზოგადად გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი დეგრადირებს და ნუ ეს ადამიანი მთელი ცხოვრება ამისგან იბრძვის, რომ თავისი აი ამ სანათესაოსგან ვინმე მაინც დააყენოს ცოტა ნორმალური თარმის ადამიანი, იმიტომ რომ იქ რაღაცა ყველა იტყუება, ყველა რაღაცას მახინაციობს, ნუ რაღაცა მთელი ამბები არის ჩახლართული. ძალიან ესეთი საინტერესო ეპოსია, ვისაც წაკითხული გაქვთ, ალბათ იცით ახლა რაზე არის საუბარი. ხო და მოკლედ ისე მოხდება, რომ მაჰაბჰარატას ბოლოში მოკლედ ეს ბიშმა გარდაიცვლება ომში და საკუთარივე, ანუ ვინც იცით ეს რა ხდება მაჰაბჰარატაში, მოკლედ სანათესაო არის დაპირისპირებაში და სანათესაოში იბრძვიან, ასე ვთქვათ, სამეფო სტატუსის მოპოვებისთვის და ნუ ბიშმა ერთ-ერთ მხარეს იბრძვის, რომელ მეფესაც ის შეპირდება, ასე ვთქვათ, ერთგულებას ბოლომდე და ნუ ბოლოს ბიშმა კუტაება, ბევრი ის არის აქვს გარჭობილი წევს და ბოლო მისი, ასე ვთქვათ, წუხილი არის იმაზე, რომ აი განა რა დავაშავე ამ ცხოვრებაში, რა შემეშალა ამ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე ყოველთვის თარმის მიხედვით ვცხოვრობდი, მე ყოველთვის პატიოსანი ვიყავი, მე ყოველთვის სიტყვის კაცი ვიყავი, მე ყოველთვის სწორად მიმყავდა ყველაფერი, როგორც მე მასწავლეს, როგორც შეეფერება უზენაეს ცოდნას, თარმას, თან ბიშმა საკმაოდ ცოდნით სავსე ადამიანი იყო, კარგი მეომარი იყო და მორალი და სინდისი და ეს ყველაფერი იყო მისი პიროვნების ნაწილი და ნუ ბოლოს უკვე როცა უნდა გარდაიცვალოს, აი ამ ამბებზე, ასე ვთქვათ, არის ძალიან დაღონებული, რომ განა სად გადაუხვია, რას გადაუხვია, ეგეც რომ თან იცის, რომ ყველაფერს სწორად აკეთებდა და რატომ მოხდა ისე, რომ მაინც დეგრადაციაში მოექცა მთელი მისი შთამომავლობა. და ნუ ამ დროს ესე ვთქვათ ეზმანება მისი დედა, რომელიც ეუბნება, რომ შვილო შენ მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვი ის, რომ შენ არ სცემდი პატივსხვის უმეცრებას. იმიტომ რომ ეხა, ნუ მე რა თქმა უნდა სიტყვით ახლა არ ვციტირებ შინაარს გიყვებით, რომ ეხლა იწყება კალი იუგა და აქ იბადებიან დაბალი ცნობიერების ადამიანები, სულებს უნდათ ამ გამოცდილების გავლაც და შენ არ ხარ უზენაესი ღმერთი, რომ ადამიანებს გადაუწყვიტო, რომ მაინც და მაინც ყველა მაღალ ცნობიერებაში და ყველა თარმის მსახურებაში უნდა იყოს და შენი შეცდომა არის იმაში, რომ შენ გამძირი იქით, რომ შენ თვითონ ძალიან მაღალ მორალური ხარ და მაღალი სინდისი გაქვს და მაღალი პრინციპები გაქვს, რომ არასდროს არ სცემდი პატივს უმეცარ ადამიანებს და შენი შემეცნებით აწუხებდი უმეცარ ადამიანებს. ეს სამხელო ისტორია იმიტომ მოვყავი, რომ ყველა ადამიანს, რომელიც არის სულიერი განვითარების გზაზე, დგება ეტაპი, როდესაც სადღაც ის ექცევა აი ამ ბიშმას პერსონაჟის არქეტიპში, სადაც მას უპატივცემულობა აქვს უმეცარი ადამიანების მიმართ. და თulis რომ ყველა ადამიანი არის პატივისცემის ღირსი, რომელიც არის რაღაცა განვითარებაში და ავტომატურად ესე ხდება, რომ ისინი პატივისცემენ სწორედ ეს ადამიანებს. და უმეცარი ადამიანები სულიერი განვითარების გზაზე მყოფი ადამიანისთვის არის ზუსტად იგივენაირად მიუღებელი და ნუ რაღაცაი თითქოს და არაფერი, როგორიც ბიშმასთვის იყო აი მთელი თავისი სანათესაო, რომელიც ვერავინ ვერ გამოზარდა თავისი მორალისა და პრინციპის გამტარად. და ამ ხელა, ასე ვთქვათ, მეომარ და მორალის ადამიანს, რომელმაც ყველაფერი სწორად გააკეთა, ყველა სიტყვა შეასრულა, რომელიც დადო და მთელი მაჰაბჰარატას განმავლობაში უამრავი გამოწვევა აქვს მაგ თავისი სიტყვების გამო, რომელსაც ის აძლევს ადამიანებს და მე უეჭველი უნდა შეასრულოს, ხო? ანუ ასეთი ადამიანის გაკვეთილი იყო ის, რომ იმას გაეგო და მიმხვდარიყო, რომ ის კი თარმას მიყვებოდა, მაგრამ ასევე პატივი უნდა ეცა იმ ადამიანებისთვის, ვინც არ მიყვებოდა თარმას და ვინც არ იყო შემეცნებითი ადამიანი და ვინც იყო უმეცარი, იმიტომ რომ მათ ასეთი როლი ჰქონდათ არჩეული და სწორედ ეს არის აი ძალიან აი როგორი ხაფანგია, იცი რა, შეიძლება ვერც აი გაგეპაროს რა, აი როგორც ქვიშა რო აიღო და თითებში გაგეცლება რა, ხელი რო გაშალო, აი ესე გვეპარება სულიერ გზაზე მყოფ ადამიანებს, ზუსტად ეს მომენტი, რომ რაღაცა უკვე ჩვენ ადგილს რო დავიკავებთ, რო გონია რომ უკვე რაღაცა საფეხური გვიჭირავს და აი ყველაზე დიდი შეცდომა და ხაფანგი, სადაც სამყარო შორს არ გაგუშვებს მერე განვითარებაში, არის ეს, რომ რაღაცნაირად პატივისცემა გვეკარგება უმეცარი ადამიანების მიმართ და ჩვენი შემეცნებით მათ ვაწუხებთ.
აწუხებთ. აი ეს არის ძალიან აი ისეთი ხაფანგი რა, რომ აი ძალიან კარგად უნდა დააკვირდე, რომ ეს შეამჩნიო შენ თვითონ, რომ რეალურად ამას აკეთებ ადამიანებთან მიმართებაში. ასევე ჩემ გურუს აქვს ეგეთი რაღაცა ნათქვამი, რომ შენ ცნობიერებით უმეცარი არ უნდა შეაწუხო რა და ნუ ამას მე ეს რითი იყო საცანგი უფრო სწორედ და იქ მოაყოლა რომ ანუ ყველა ადამიანი რომელიც ჩემს ცნების გზაზე მიდის ძალიან უნდა იმის გაზიარება რომ აი რაღაცა რაც მან გააცნობიერა და რაც მან გაიარა და რეალურად ამითი აწუხებს გაუცნობიერებელ ადამიანებს იმიტომ რომ გაუცნობიერებელ ადამიანს შენი გაცნობიერება არაფერში არ ჭირდება ისე როგორც შენ არ გჭირდება გაუცნობიერებელი ადამიანის ყოველდღიური რაღაცა რა იყიდა და რა ფასად იყიდა ეს ისტორიები ხო და სწორედ ეს გამიჯნა, რომ შენ არ შეაწუხო ისინი და არც მათ შეაწუხებინა თავი, იწყება მაქედან, რომ უბრალოდ პატივი უნდა უცეთ გაუცნობიერებელ ადამიანებს, ანუ სხვა ადამიანის უმეცრებას, იმიტომ რომ უმეცრებაც არის მატერიალური სამყაროს შემადგენელი ნაწილი და ასევე არის ჩვენი ამ მატერიალური სამყაროს მოცემულობა, რომელშიც შეგვიძლია რომ ვითამაშოთ. და მაგალითად, სულმა შეიძლება ირჩიოს უმეცარი ცხოვრების თამაში და ეს სიუჟეტი შეიძლება ირჩიოს, მაგრამ შეიძლება ძალიან მაღალ განვითარებული სულიც იყოს და ძალიან მაღალი სივრცეებიდანაც მოდიოდეს და სხვა შორის ხშირად ასახდება ხოლმე, ანუ ჰიპნოთერაპევტზე ჩანს ხოლმე ეს დინამიკა, რომ ძალიან ხშირად სულები ირჩევენ იმის საპირისპირო გამოცდილებებს, ვიდრე სულის მდგომარეობაში ისინი არიან. ანუ აი მაგალითად ხო, შეიძლება სულმა, რომელიც არის უპირობო სიყვარულის რაღაცა სივრციდან მოსული, ხო, თქვათ უპირობო დედობრივი სიყვარულის რაღაცა იმპულსის სულია, ხო? შეიძლება აირჩიოს, კი არა და ყოფილა პრაქტიკაში ეგეთი გამოცდილება გიპნოსეანსზე აღმოჩენილა, რომ მან აირჩია მატერიალურ სამყაროში ისეთი ცხოვრება, სადაც უპირობო კი არა, არანაირი სიყვარულის გარემოში არ გაიზრდებოდა საერთოდ. იმიტომ რომ უბრალოდ აინტერესებდა, მოდი ეს იდეურად ავიღოთ. უპირობო სიყვარულს აინტერესებს როგორია, რომ არ იყო უპირობო სიყვარული, ასე მარტივად რო ვთქვათ. და შესაბამისად მატერიალურ სამყაროში მოდის აბსოლუტურად არანაირი სიყვარულის გარემო არ აქვს, სადაც ის მოდის, ხო? და ძალიან ხშირად ხო ადამიანები თავისი სულის იმპულსის საპირისპირო გამოცდილებებს ირჩევენ და ის რომ ადამიანი არის უმეცარი და რაღაცა მატერიაში ცხოვრობს და თავის რუტინულ საქმეს აკეთებს, ანუ ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი არ არის განვითარებული და მისი სული არ არის უზენაესი. ეს მას ნიშნავს, რომ მას ესეთი როლი აქვს არჩეული და მის იმ მომენტში უმეცრებას უნდა ვცეთ პატივი. და სანამ ანუ უმეცრებაც ჩვენი ნაწილი არ გახდება და ჩვენ თავსაც არ მივცემთ უფლებას, რომ რაღაცეებში ვიყოთ უმეცრები და რაღაცეებში ამის გამო პირველ რიგში ჩვენი თავი არ გავსაჯოთ და მე რა თქმა უნდა სხვები ხო? ანუ აი აქ ხდება ასევე სულიერ გზაზე გაჩერება. იმიტომ რომ არის რაღაც საფეხურები რომელსაც უნდა გადავაბიჯოთ იმისთვის, რომ მე უფრო შორს წავიდეთ, იმიტომ რომ უპირობო სიყვარული შეიძლება გავიგოთ, მაგრამ აი უმეცრება შეიძლება მაინც ვერ მივიღოთ, იმიტომ რომ რაღაცების მიღება ამ სულიერ გზაზე უფრო მარტივია და რაღაცების უფრო რთულია. და აი ამ მომენტის, ხო, მით უმეტეს რაც უფრო შორს მიდიხარ შენ ცნობიერებაში და შესაბამისად უფრო შორს დგას შენგან უმეცრება, მით უფრო მიუღებელი ხდება და მით უფრო არა პატივის ცემას იმსახურებს უმეცარი ადამიანი. და ეს არის ძალიან დიდი ხაფანგი, იმიტომ რომ სულის დონეზე ყველა ერთია და სულის დონეზე არის ყველა მაღლა და ყველა ღმერთის ნაწილია და ყველა გავდივართ უბრალოდ იმ გამოცდილებებს, რომლებიც გვინდოდა რომ გაგვევლო და უმეცარი ადამიანის ცხოვრება და ავატარი და რაღაცა გეგმა რომელთაც მოვიდა, ისე ზუსტად იგივე საპატივცემულო არის, როგორც შენი, რომელიც პირობითად არ არის უმეცრების გზა და არის ცნობიერების გზა. ნუ არსებობს ახლა მთელი რიგი სწავლებები, თუნდაც მაგალითად ვედებში ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება სწორედ უმეცრება, იმიტომ რომ უმეცრებიდან მოდის ყველა ცოდვა, ესე აღიქვამენ, მაგრამ ყველა სწავლებაში სხვა რაღაცაა, ხო? ანუ ყველა ადამიანთან როგორც წინა ანუ იმაში ხაფანგში ვახსენე, ყველა ადამიანი უბრალოდ ვირჩევთ როლს და არ არსებობს რომელიმე ჭეშმარიტი ცოდნა, ან არა ჭეშმარიტი ცოდნა. უბრალოდ რომელ ცოდნასაც შენ ირჩევ და რომელთანაც სინქრონირებ შეგიძლია იყო იმის გამტარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვიღაცა სხვისი რელიგია ან სხვისი სწავლება არასწორი არის, თუნდაც რაღაცა არალოგიკური იყოს ჩვენთვის და რომელიმე კონკრეტული ან თუნდაც მთელი დედამიწისთვის. რახან ერთი ადამიანი მაინც არსებობს, რომელსაც სხვანაირი აზრი აქვს, ესე იგი ისეთ აზრსაც და ისეთ რაღაცა ცხოვრების გზასაც აქვს უფლება რომ იარსებობს, ხო?
და ასევე ბოლოს მინდოდა რომ უბრალოდ ზოგადად მეთქვა რომ ანუ ისევ პირველ თემას რომ დაუბრუნდე ამ პასუხების ძიებას რა უფრო სწორია და მე რამდენი ცხოვრება მაქვს და ანუ როცა ადამიანი შემოდის ზოგადად ეზოთერულ სამყაროში ძალიან ძალიან ბევრი კითხვაა და ამ კითხვაზე ძალიან ბევრნაირი პასუხი არსებობს და მე არ მიყვარს ზოგადად რაღაცაზე კონკრეტული პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ჩემი აზრით მთავარია რომ გავიგოთ შინაარსი, ანუ მაგალითად თუნდაც მე რამდენი ცხოვრება მაქვს, ხო? მთავარი ის კი არის გავიგო მე რამდენი ცხოვრება მაქვს, მთავარი არის გავიგო ის, რატო ვიბადები ამდენჯერ, რა გამოცდილებებს გავდივარ, ან გავიხსენო რაღაც ცხოვრებები, რომელიც მნიშვნელოვანია რომ გავიხსენო, ხო? და არა ის, რომ ეხა ეს მე-5-ია თუ მე-6-ია თუ მე-100, ანუ ამ ციფრს და რიცხვს, ანუ ტექნიკურ მაჩვენებელს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ხო და მე არ მიყვარს ესე ტექნიკურად რაღაცა სიზუსტით რაღაცებზე ლაპარაკი, იმიტომ რომ მთავარია ადამიანმა გაიგოს შინაარსი, რას ემსახურება ინკარნაცია, რატო იბადება ამდენჯერ, ან თუ რომელიმე ცხოვრებები გახსენებულია, გადააბას რაღაც გამოცდილება, მიზეზშედეგობრივებები დააკავშიროს ერთმანეთთან და არა ის, რომ ხაი მესამე ცხოვრებაში ეს ვიყავი, მე-100-ში ეს ვიქნები და ასე შემდეგ. და ასევე თან ხშირად ჩემთან კომენტარებში და განსაკუთრებით ინსტაგრამზე შინაურული ჩატი გვაქვს და იქ ხშირად ესეთ უცებ დასმულ კითხვებზე პასუხობ ხოლმე და ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი კომენტარები, რომ აი ამ ვიდეოში ესე ამბობ და მე იმ ეპიზოდში ასე ამბობ და რაღაცები თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ რეალურად არაფერი არ ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ იმ აზრსაც აქვს უფლება იარსებობს, რომ საერთოდ არანაირი ინკარნაცია არ არსებობს და ადამიანებს ვისაც ამისი არ ჯერა და ჯერათ რომ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობენ, ანუ ისინი ამ გამოცდილებისთვის არიან მოსულები, რომ სწორედ ამ სამხედველობაში იცხოვრონ და მათთვის ეს ჭეშმარიტია და ვიღაცები სხვა გამოცდილებისთვის არიან მოსული, ხო და არაფერი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. უბრალოდ ყოველ ეპიზოდში სხვადასხვა ჭრილი ვსაუბრობ რაღაცებზე და ანუ მიზანი არ არის ის, რომ გამოვააშკარავოთ ერთი შეხედვით რაღაცები, რომ ერთმანეთს ეწინააღმდეგება, აი თუნდაც მაგალითად ბევრ ეპიზოდში ვსაუბრობ, რომ არსებობს კარმა და ყველა ადამიანი ექვემდებარება კარმის პრინციპს და რაღაც ვიდეოებში ვსაუბრობ, რომ არსებობენ სულები ან ცხოვრების რაღაცა დინამიკა, რომელზეც კარმა არ მოქმედებს, ხო? და ნუ მანდ ადამიანებს ძალიან დაინტერესებს უფრო დეტალურად აბა როგორები არიან ეს სულები და საერთოდ და როგორ ანუ ნებისმიერ სულს შეუძლია რომ არ იყოს დაქვემდებარებული კარმაზე. ან ყველაფერი არის პროგრამები. ჩვენ მე თუ იმ ცოდნის გამტარი ვარ და ეს ცოდნა სინქრონირებს ჩემთან, რომ უეჭველი არსებობს კარმა და მე ხა ამის გამო დავისჯები, მაშინ მე ვიცხოვრებ ამ სამხედველობაში და ჩემი ცხოვრება იქნება ასეთი. მაგრამ მე თუ მჯერა რომ ანუ კარმა არ არსებობს და მე სულ ერთხელ ვცხოვრობ და მერე წავაოჯოჯო ხედში პირობითად, მაშინ ჩემს რეალობაში იქნება ასე და სამყარო ყველას გვაძლევს იმის საშუალებას, ანუ წარმოიდგინეთ როგორი სიყვარულით არის გამსჭვალული სამყარო ღმერთი ხო, რომ ანუ ყველას ბოდიში და ჩვენ ტრაგის თამაში როგორც გვინდა რომ იყოს, ზუსტად ისეც გვიკმაყოფილებს, ზუსტად ისეთი რეალობა გვაქვს და ზუსტად ისე არის სამყარო ჩვენთვის მოწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ სამყაროში ვართ ერთად თავმოყრილი და ამავდროულად თან მარტო ვართ და ყველა სხვა ადამიანი და ყველა სხვა სიტუაცია ისევ ჩვენი ფრაქტალური გამოვლინებაა. ან როგორ გენიალურად არის ეს ხო მოწყობილი. ამიტომ ამ ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებზე ჯობი არ გავაკეთოთ აქცენტი, რომ აი ეს თუ ასე ამბობს, ის თუ ისე ამბობს რაღაცა სწავლება, არამედ შინაარსზე გავაკეთოთ აქცენტი და ასევე იმის თქვა მინდოდა, რომ ყველა პასუხი არის ჩვენში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ბიოენერგეტიკულად როგორი ადვილია, რომ ნებისმიერ კითხვაზე სწორი პასუხი ამოიღო, როცა კითხვას სვამს სწორად. ანუ ისევ და ისევ არ გულისხმობ იმას, რომ მე რამდენი ცხოვრება მაქვს. ანუ სწორ კითხვაში ვგულისხმობ ისეთ კითხვას, რომელზე პასუხიც მოიტანს ჩემი ცნობიერების გაფართოებას, ხო? იმიტომ რომ ახლა პასუხი რომ მე-5 ცხოვრება მაქვს, ეს ჩემი ცნობიერების გაფართოებას არ იწვევს, ხო? ანუ მაგრამ თუ მე მეცოდნება პასუხი რომ ამ ცხოვრებაში რატო დავიბადე, კონკრეტულად ამ როლში, აი ეს მაძლევს რაღაცა გაფართოებას, ხო? და შესაბამისად ასევე მინდოდა პატრა მიმართულება მომეცა იმაზე, რომ ბიოენერგეტიკულად ვინც მუშაობს, ანუ გეცოდინებათ, რომ აბსოლუტურად ყველა პასუხი არის თქვენში, აბსოლუტურად, აი რაც უფრო ადამიანი წინ მიდის და ვითარდება, დრო და დრო ხვდება, რომ არც ტარო ჭირდება, არც ასტროლოგია ჭირდება, არც აი არაფერი, არანაირი მექანიზმი არ ჭირდება. ყველაზე მაგარი ინსტრუმენტი ხართ თქვენ, თქვენი სხეული, თქვენი ენერგეტიკა, იმიტომ რომ ამ სამყაროში ყველაფერი არის ენერგია, პირველ რიგში ხო, ყველაფერი არის ენერგია. ანუ ნებისმიერი
მატერიალური თუ არამატერიალური რაღაცა პირველ საწყისში არის ენერგია და ენერგია არ არის გამოყოფილი ერთმანეთისგან, ანუ გამყარებული ენერგია არის, მაგალითად, აი ცალკე ავიღოთ ჩემი სხეული, რაღაცა ბოთლი, მაგიდა, სკამი, სხვა ადამიანი, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ეს არის უკვე გამყარებული ენერგიები, რომელიც ერთმანეთთან თითქოს და გამოყოფილია. მაგრამ თუ ყველაფერს აღვიქვამთ პირველ საწყისში, როგორც ეს ყველაფერი არის თავდაპირველად ენერგია, მაშინ ენერგია არის ერთიანი და თუ შენს ენერგიის დონეზე ხარ ერთიანი მთელ სამყაროსთან და არანაირი შემოსაზღვრულობა არ გაგაჩნია როგორც ენერგიას, ხო? ანუ არ გაგაჩნია სხეულებრივი შემოსაზღვრულობა, ან გონებრივი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ენერგია არის ერთიანი. ენერგია არის ასევე ინფორმაცია და თუ სამყაროში არის ერთიანი ინფორმაცია, მაშინ შენ სხეულშიც და შენს ენერგეტიკაშიც არის ყველანაირი ინფორმაცია, რისი მოძიებაც გინდა იმ წამსვე, როდესაც კითხვა დაისვა. იმიტომ რომ კითხვა გაგიჩნდა იმიტომ, რომ ამაზე არსებობს პასუხი. ვერ გაგიჩნდება გონებაში ისეთი კითხვა, რომელზეც არ არსებობს პასუხი, იმიტომ რომ პასუხიდან და უკვე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარეობს ადამიანის კითხვა. იმიტომ რომ ამ სამყაროში ვერ გაგიჩნდება, როგორც ვთქვი, რაღაცა ახალი მონაცემი ვერ შემოვა. თუ შემოდის კითხვა, ესე იგი იმის შესაბამისი მონაცემი პასუხი უკვე არსებობს სამყაროში და ყველანაირი პასუხი არის თქვენში. ოღონდ თუ ისევ და ისევ დასვამთ სწორ კითხვებს და იმუშავებთ საკუთარ ენერგიასთან, იმიტომ რომ თქვენი ენერგია არის ულიმიტო, არის სამყაროსთან ერთიანი ენერგია და დედამიწის ნებისმიერ წერტილში და თუნდაც დედამიწის გარეთ შეგიძლიათ გაიგოთ რა ხდება და როგორ ხდება, რაიც გაინტერესებთ. თუ დასვამთ სწორ კითხვებს და იმუშავებთ თქვენს ენერგიასთან და ისევ პირველ ხაფანგს რო დაუბრუნდა, ანუ ის რო რაღაცა ვიჯდეთ ფორუმებზე და რაღაცა ჯგუფებში და რაღაცა ესეთ ეზოთერულ ადგილებში და ვარკვევთ ახლა რომელი სისტემა უფრო სწორია, ეს ასტროლოგია თუ ის ასტროლოგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, უბრალოდ საკუთარ ენერგიასთან შეგიძლიათ იმუშაოთ და ამოღამოთ საკუთარ ბიოენერგეტიკასთან მუშაობა და ყველაფერი გაარკვევთ თქვენი ენერგიით და მიიღოთ ის პასუხები, რომელიც თქვენთვის არის ჭეშმარიტი და რომელიც თქვენთვის იმუშავებს. და არ არის საჭირო, თან ძალიან მარტივად, აი იმდენად მარტივად, რომ ამდენი ფილოსოფია, ამდენი წერა, ამდენი სიტყვების გამოყენება რომ არ დაგჭირდებათ. იმიტომ რომ სიტყვებშიც ძალიან ბევრი ჭეშმარიტება იპარება, იმიტომ რომ სიტყვა არის უბრალოდ ჩვენი ენერგიის თარგმანი, ხო, ასე ვთქვათ, ანუ როგორც გადმოვცემთ რაღაცებს, მაგრამ ის ზუსტად ვერ ასახავს რაღაცებს. ამიტომ, ანუ თუ ჭეშმარიტი პასუხების მიღება გინდათ, რომელიც თქვენთვის არის ჭეშმარიტი, ხო? ჯობია რომ ბევრი კი არის კითხოთ. ანუ კითხვა ძალიან კარგია, ამის საწამდგო მე არაფერი არ მაქვს, მაგრამ განვითარების რაღაც ეტაპზე უკვე მოდის ეგეთი შეგრძნება, რომ ამდენი კითხვა აღარ გჭირდება და ყველაფერი არის შენში და ზუსტად იგივე პასუხის გაგება, რომელიც რაღაც სულიერ წიგნში წერია, წამებში შეგიძლია შენივე ენერგეტიკაზე თუ იმუშავებ და არ გჭირდება ამდენი ტვინის დატვირთვა და გამოტენვა. იმიტომ რომ ეს არის ამას მექვს მენტალური ენერგია და ეს არის ხაფანგი. ამ ეტაპზე ადამიანი იჭადება და არ მიდის წინ. მოკლედ, სულ ეს იყო, რაც მინდოდა დღეს მომეყალა. თუ დამიკომენტარებთ, გამიხარდება, კითხვებს მithumetes მივესალმები და ნებისმიერ ინტერაქციას, იმიტომ რომ ეს ძალიან ეხმარება ჩემი გვერდის განვითარებას და ასევე იმ ადამიანებს, რომ მიწუდეს ჩემი პოდკასტები და ვიდეოების ეპიზოდები, რომელსაც ახლა ჭირდება. იმიტომ რომ რაც უფრო მეტია თქვენი ინტერაქცია, მით უფრო მეტი ადამიანი ნახულობს ამ ეპიზოდებს და ასევე, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ დონაციებისთვის. ყველა თითოეულ ადამიანს გიგზავნით ხოლმე უზარმაზარ სიყვარულს და 10 და 100 და 1000 მაგდენ შემოსავლებს, რასაც მე მირიცხავთ ხოლმე. მოკლედ, უდიდესი მადლობა.